დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის მომდევნოსტობასთან ერთად ექიმი ლადო კახაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. ლადო კი და მოწოდებით ბაბუა. როგორც ბატონად მომზადების ძალიან გვიხარია რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ბრძანდებით. მე გილოცავთ დღევანდელ ღონისძიებას, დღეს წიგნის წარდგინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თქვენი შემოქმედებითი საღამო და დასწრება როგორც იცით არის თავისუფალი და შეუძლია ჩვენს ტელემაყურებელს სურვილს გაეცნოს თქვენ შემოქმედებას უკვე ადგილზე. აი პირველ რიგში მინდა გაგვაცნოთ წიგნი, რომელიც სალამი იარაღო, ჩვენ ვიცით მშვიდობით იარაღო, თუმცა შეარჩიეთ სახელწოდება სალამი იარაღო და აი სათავზეც და წიგნ კრებულზეც რომ გითხრათ და გაგვაცნოთ რა არის მოცემული მასში. უკვე მესამე კრებული, ხო ბატონო? დიდი მადლობა. მიესალმებ სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, ქრისტიანს. ჭეშმარიტად აღსდგა. დიდება უფალს, ბერძნებმა პატრიარქს, უგდაება საქართველოს. ეს ტრიუმვირატია, იმიტომ რომ ერთმანეთზე ასიალი გადაბმული, ამის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებთ. ჩვენ მეზობლებთან და ჩვენს ტერმოყარესთან პირგამართული და წელგამართული ვერ ვიქნებით, თუ ამ სამს არ მივაქციეთ დიდი ყურადღება. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირველ ყოვლისა თქვენ და არაერთ გზის მithავს ეს რომ თქვენი ეთერის მეოხებით ენერგია გადმოდის, მომხნევებელი, ხსოვნა გაძლიერებული, იმედიანი და ეს ყველაფერი წვენით შემოსილია. ამიტომ ასეთი სიტყვებისა და ასეთი სალმის, ასეთი განთიადის მერე ადამიანი ცუდ ხასიათის რომ იყოს იმედიანად გადის თავის საქმიდან და ამისთვის გეძგება. დიდი მადლობა მინდა ეროვნულ ბიბლიოთეკას უთხრა, იმიტომ რომ ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ მეხსიერება და ხსოვნა ვართ ჩვენი წარსულის. კარგი გაგებით ვაღვთ იმ საამაყო წარსულისა და იმ ნაკლოვანიცაც, რომელიც უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, იმიტომ რომ რამე თუ ის სასწავლებელია და წყვილის გასახედნია და ცხოვრება მოსაწყობია ის გამოცდილებას. ამიტომ მადლობა ცისფერყანწელებს, რომლებაც მე-20 საუკუნის გარიზრაზე საქართველოს პოეზიის დღე შეუქმნეს. და პოეზიას ხასო, იმიტომ პოეზიის ქართული სიტყვის დღე შეუქმნეს, სიძლიერის, იმიტომ რომ იმის წინი ქართულ სიტყვაში ცხოვრობდნენ და შეეწირდნენ კიდევაც ქართულ აზრს, ბოლომდე თავისუფალს, დამოუკიდებლობას, დაუმარცხებელს, ასეთი უნდა იყოს საქართველოს მსგავსი. ეხლა წიგნთან შეკით კავშირი ასეთია, სალამი იარაღო, დიახ, ანბანი იარაღია, ჩვენი სამეთყელო ენა ჩვენი იარაღია. წინასწარმართანაც მაგრამ თავდაცვის იარაღი. თავდასხმის არ არის. ქართული ანბანი, როდესაც შენ ქართულ ანბანში ჩაიძირები, ისეთი აბჯრით შეიმოსები, რომ ვერც ერთი ტყვია ვერ აგიღებს, შვილის არი ვერ გაჯობებს, ვერც ერთი ზუსტი ქმედების ლაზერული იარაღიც ვერ გაჯობებს, თუ გავათანამედროვებ, იმიტომ რომ იგი გენეტიკური კოდის გასაღებია. შენში არსებული უფლის მიერ გამოტანებული თავდაცვის საუკეთესო საჩვენებაა. როგორ კარგია, როდესაც ადამიანები საუბრობენ და არ ესხმიან ერთმანეთს სიტყვით. და ცუდია, როცა სიტყვით ესხმიან. როცა ქართულ ანბანში მოძიებულ სიტყვებს არასწორად დაალაგებენ. ის სიტყვები აგრძნობენ კალქს, მშვიდად აგრძნობენ თავისავს, როდესაც სიტყვა არასწორად ლაგდება. როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისე ქართული ანბანი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხომ? არამატერიალურიო ვიღაცამ დაამატა ამას. აბო, ამაზე დიდი მატერიალური ძეგლი რა უნდა ქონდეს. იუნესკომ თორცდება. და ამაზე მეტი მატერიალური, რამდენი სიცოცხლე შეეწირა ამ ენის გადარჩენას. ჩვენ რომ უკტავი შოთაურესავლის ვეფხის ყავასანზე ლაპარაკობ, დიახ, ზეპირ სიტყვიერ შეიმასწორეს, როგორ 1800-მდე კუპლეტია იქ, 1800-მდე. როგორ გინდა რომ ეს ყველაფერი შეინახო, მაშინ როდესაც ყოველწუთას გიოხრებენ, ყოველწუთას გიწვავენ, ყოველწუთას საფრთხის ქვეშ არის, აი აქ გონება. და როდესაც ჩვენ ენაზე ლაპარაკობთ, მე ყოველთვის მინდა ვთქვა, ეხლა უკვე ცოტა ლინგვისტებსაც და ყველას მინდა ასეთი პატარა რემარკა შევთავაზო. ჩვენ ვამბობთ, ენა მეტყველების ორგანოა, ხო, სწორი ვარ ასე და მე არ ვამბობ, არ ვეთანხმები ამას. ენა მეტყველების კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ენა ტვინის გარეშე, ენა გულის გარეშე. ბოლო-ბოლო ენას 32 მცველი ყავს. ტვილის ზღვაში, ტვილების შილის ზღვაში. ზოგიერთ ენას გამოსაშვები არ არის. უნდა დააჭირო. ამიტომ ენას თუ ენის ჭკუაზე დადგა სამწუხაროდ ენას აბრალებენ მე არა. lapsus linguae რო ამბობენ ხო ლატინებით. არა, იქ ყოველთვის ენა თვილს დაუცდა, გონებას აუხირდა და მაშინ თქვა რაღაცა ისეთი
ან უწმაწური სიტყვა, ან უშნო, ან არამისადაგებელი გარემოებასთან. ამიტომ ტვინის გარეშე არ ცხოვრობს და იმ ტვინში არის ჩაბუდრებული ჩვენი გადარჩენა. ტვინის ქერქში, რომელსაც მეხსიერება აქვს, სასწაული მეხსიერება. ადამიანი იბადება უკვე მეხსიერებით, იმიტომ რომ თაობების წინ გამოტანებულ მეხსიერებას ის მერე ახორციელებს. ზოგიერთ ისეთამეს ნახავს სიზმარში ადამიანი, რომელიც არც მოთხრობაში არ მოუთხე, არც წაგიკითხავს, არც გინახავს და შენ ნახავ. და ცხოვრობ მე ხშირად მithავს რომ ექიმობის ისტორია ბევრ ამას საინტერესოს საზრდოს აძლევს ადამიანს. პაციენტი მინახავს რომელიც ისტორიის შედგენის ვალდებულებები ქონდა სტუდენტებს, მეხუთე კურსის სტუდენტი გახდით მაშინ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გავდიოდი პრაქტიკას და მაშინ ავლებს ზურაბიშვილი ხელმძღვანელობაში საოცარი ადამიანი. გენიალური ადამიანი. ტერმინი შემოიღო გენიალური. შეხვდა homo sapiens, ანუ გონიერი ადამიანი. მათქა homo sapiens-ი გონიერს და უგუნურს თითქმის ერთნაირად წდებაო. კაცობრიობა დაეზარა, ჯერ ვერ შეძლო ფეხის აწევა და ერთ საფეხურით აგლებულს საფეხურზე ასვლა homo morales, მორალური ადამიანი. ამიტომ ის რაც ტვინის ფუნქცია, რაც ნობის ფუნქცია, სინერგია პატრიარქის სულ სინერგიაზე ლაპარაკობს. დიახ, ორ სოფლის დაკავშირებაზე ლაპარაკობს. ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ ადამიანმა შეძლო ამ მუდმივ ცვალებად გარემოში შენი ადგილი შენარჩუნება. როგორ უნდა შეინარჩუნო ამ მუდმივ ქაოსში, ბროუნის მოძრაობაში, ანარქიაში, სულის ანარქიაში, სხეულებრივ ანარქიაში, პრობლემაში. წონასწორობის დაცვით. ერთადერთია. რამე თუ შენ უწყი, რომ დღე და ღამე ყოველთვის იქნება, ლაზღარი და მშიერი ყოველთვის იქნება, ცუდი და კარგი ყოველთვის იქნება და შენ ამ წონასწორობის მეოხებით უნდა შენი ადგილი მოიპოვო. და შენმა წონასწორობამ სხვა საფუძველი უნდა გაუჩინოს, რომ ეს წონასწორობა მასზეც გავცელდეს და ერთად დავიცვათ წონასწორობა. კაცობრიობას ეს სჭირდება. ძალიან პატარა პლანეტაზე ვცხოვრობთ. მე დედამიწას დავარქვი სიცოცხლის მეტასტაზი კოსმოსში. დიახ, თქვენ რატომღაც ამბობენ, რომ ეს არის ავტისებიას უნდა მიუსადაგო მეტასტაზი. არა, რატო იქნებ სიტყვა მეტასტაზი თვითონ ცუდი არ არის, გაჩნია რას გააყოლებ ამას. იქნებ სიცოცხლის მეტასტაზი ჯობდეს, იქნებ გონიერების მეტასტაზი ჯობდეს, კეთილსინდისერების მეტასტაზი, დიდსულოვნების, პატივმიგების, ღირსების მეტასტაზი.